ბაჰარი. ცაცხვის ჩაიდეიდა, იქ დადგი. რა გემართება? ცუდად ხარ? დაჯექი. თაბრუდა მეხვა დეიდა, ნუ გეშინია. თაბრუდა გეხვა? არა, სიცხე გაქვს, სიწვი. შენს მასტაბურეკა. არა. არ გინდა დეიდა წვრილმანების გამო ნუ აწუხებ. თავისი უსიამოვნებაც ყოფნის. ცაცხვის ჩაის დავლებ და უკეთ გავხდები. არა, ჩაი არ გიშველის. სიცხე გაქვს შვილო. გამცივნებს? რა ხდება? ისევ იმუნიტეტი დაგიქვეით და ღმერთო ჩემო წამლებს არ იღებ. ვიღებ დეიდა, მაგრამ გავცივდი. რა ხდება, ღმერთო ჩემო? წავალ ძმას წყალში გაბურებ და სველი ტილო შუბლზე დაიდე, კარგი? დამელოდი ახლავე მოვალ. საკმარისია, მეტი აღარ შემიძლია. ძვირფასო ფამუქანიმ. მე ვამტკიცებ, რომ დემირი ასეთ რამეს არასდროს ჯაიდენს. თქვენ კი ამბობთ, რომ ჰარუნბეი ცუდი ადამიანი არ იყო. თუ ასეა, ახალგაზრდები ამ სიტუაციაში როგორ აღმოჩნდნენ? წყალი დამისხეთ ფამუქანიმ. გეფიცებით გონულხანიმ. ეს არც მე მესმის. მაგრამ სიყვარულით გონება დაფნელებულ ადამიანს ყველაფრის ჩადენა შეუძლია. სხვაგვარად ვერ ავხსნი. დემირმა გაამწარა ჩვენი გოგონა. ხო მართალი ვარ შვილო? რა თქმა უნდა, ფამუქანი. ყველაზე მეტად ესმადარდებს. ბაჰარი რესტორანში მეწავიყვანე. ჯობდა ფეხი მომტეხოდა და იქ არ მიმეყვანა. შვილო, შენ რა შუაში ხარ? ბაჰარი იქ რომ არ წაგეყვანა, დემირი ხო მაინც უღალატებდა. ადრე თუ გვიან ტყუილი გაცხადდებოდა. და ბაჰარისთვის ეს უფრო მძიმე დარტყმა იქნებოდა. ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ასეთი კეთილშობილი ახალგაზრდა ქალის გრძნობებით თამაში არც ერთ ზრდასრულ ნორმალურ მამაკაცს არ ეკადრება. თქვენი ადვოკატი საშინლად მოიქცა. მინდოდა რომ არა შერებ შვილო, ეს აღარ გაიმეორო. ახალ პრობლემას ნუ შექმნი. რომ შემეძლოს ჭკუას ვასწავლიდი, მაგრამ დემირს დიდი ხანია ვიცნობ. მიკვირს ასეთ რამეს როგორ გააკეთებდა. სიყვარულის გამო ამგვარი საქციელი ჩადენა შესაძლებელია, მაგრამ დემირი ცუდი ადამიანი არ არის. ნაძირალა რომ ყოფილიყო, გვეწოდინებოდა. თქვენ მსჯელობთ გონულხანი, მე კი საკუთარი თვალით ვნახე. მეც ვერაფერს ვიტყვი. ეს რაღაც გაუგებრობაა. ნიშნულობა არ აქვს. ბაჰარი იტანჯება. მეშინია მასთან შესვლა და დამშვიდება. უარესი რამ არ მოხდეს. არა ფამუქანიმ,
ასე არ შეიძლება. ჩვენს გოგონას ამ მდგომარეობაში ვერ დავტოვებთ. ძავალ შევხედავ, კარგი? Kızılcıklar oldu mu, selelere doldu mu hey? Kızılcıklar oldu mu, selelere doldu mu hey? Gönderdiğim çoraplar ayağına oldu mu, mendili geline? Zmaur, dzals da ara patar dzals. Ara zmau geşleba. Რა მნიშვნელობა აქვს? Ხაზან, ლიმონათი მოიტანე. კართან უდგახარ, მოგვემსახურე. სალათაც დაგვიმთავრდა. რა უცნაურია. ვინ მოვიდა? წავალ ნახავ. სიურპრიზი. არ გწხვენიათ? უჩემოთ რატომ იკრიბებით? რა ცოდია? რომ ცოდნა და გაცილებით ადრე მოვიდოდი. ესენ? გამარჯობა. რა მოხდა, არ მელოდი? ბაჰარ შვილო. ბაჰარ ასაგეთებ შვილო. ბაჰარ. საკმარისია დეიდა გონო. ასე აღარ შემიძლია. გამიგეთ. ამ სახლში ერთი წუთითაც აღარ გავჩერდები. ახედე შორს წავა. კარგი, მოიცადე ძვირფასო. დაჯექი. სადაპირებ წასვლას, თანამშრომლ ღამისას. სხვა რა გზა მაქვს დეიდა გონო. მე ხომ ყველაფერს ვხედავ. ელოდებით რომ ძლიერი ვიქნები და სულიერად არ გავტყდები, არა? მაგრამ ეს როგორ გავაკეთო? ის ორი ჩემ თვალწინ ერთმანეთს ესიყვარულებოდა. ამას როგორ გავუძლო? ეს რით დავიმსახურე დეიდა გონო? რა ცოდვების გამო მითხარით? დამშვიდდი. გულს მტკენს შენი ცრემლების დანახვა. რა მოხდა, არ მელოდი? არა. რა მაკვირვე? მე დავპატიჟე ზმაო. სააგენტოდან მეგობრები ხომ მოგვიწვიე? რატომღაც ესენი დაგავიწყდა. გადაწყვიტე რომ ჩემ გარეშე მოილხენდი? გაიხადე. ხო, დაჯექი. შვილო. იმ ორის გამო სახლიდან წასვლა ღირს? ამ ორის გამო სახლი ჩემთვის ციხედ იქცა. რატომ ვერ ხვდები დეიდა გონო? არ შემიძლია როცა დემირს მამაჩემის ყოფილ ცოლთან ერთად ვხედავ. ეს აუტანელია. მას სხვა ქალის გვერდით ვერ ვუყურებ. მასთან კავშირით
დემირმა ჩემი სიამაყე გათელა. ჩემი ღირსება, ჩემი გრძნობები შეურაცხყო. იმ ორმა უსინდისომ გამომიყენა. ნუ ჩქარო შვილო. ჯერ მიზეზი არ ვიცით. მხოლოდ აისუნ ხანიმის სიტყვები მოვისმინეთ. დემირი არ არის ცუდი ადამიანი. ასე ვერ მოიქცეოდა. ნუ თუ ამაში უცნაურს და არალოგიკურს ვერაფერს ხედა. აისუნ ხანიმის მიერ აღწერილი დემირი და ჩვენთვის ნაცნობი დემირი სხვადასხვა ადამიანები არიან. ასეთი რომ ყოფილიყო ჩვენ ხომ? თქვენ ამბობთ რომ დემირი ასე არ მოიქცეოდა. მაგრამ მანეს გააკეთა და ბახარმა დაინახა. შერებიც იქ იყო. თქვენი აზრით ტყუილი თქვეს? არას ამბობთ. ეს არ მიგულისხმია. როგორ ჩანს ისეთი რამ ხდება, რაც არ ვიცით. გონულ ხანიმ გაუგებარი არაფერია. როგორ ჩანს თქვენც შეცდით. ის სასტიკი და უპრინციპო ადამიანია. მართლაც, აჯერ მითხრა რომ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. მისმინე დემირის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ ამ ყველაფერს ახსნა არა აქვს. გაუგებარი ამბავია. ასე არ ხდება. ბახარ ბიჭმა ბეჭედი იყიდა და ხელის თხოვნას აპირებდა. ასეთი რამის გაკეთება რისთვის დასჭირდებოდა? ადრე დემირს ჩაუდენია ასეთი სექციელი. მსგავსი რა მომხდარა? ხომ ხედავ? ძვირფასო რაღაც გაუგებრობაა. ლოგიკას მოკლებული. ამის გასარკვევად საუკეთესო გამოსავალი დემირთან დალაპარაკებაა. მხოლოდ მასთან საუბრის მერე მიიღებ შენს კითხვაზე პასუხს. ყველაფერს გაიგებ თუ თვალებში ჩახედავ. იქნებ ისეთ რამეს გეტყვის, რაც ყველა ეჭვს გაფანდავს. თუ ყველაფერს ასე დატოვებ, სიმართლეს ვერ გაიგებ. არა, ასე არ გამოვა. ისეთი გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვარ, რომ დემირის დანახვაც არ შემიძლია. შანსი მიეცი. გონულ ხანიმ მეორე შანსი საჭირო არ არის. ბახარს ეს ტკივილის მეც ვერაფერს მოუდანს. ჯობს დემირზე არ იფიქროს და დაივიწყოს. ხომ ასე ეშერებ? ერთი სიტყვა მაინც თქვი. გეფიცებით ფამუქანიმ. მართალი გითხრათ გონულ ხანიმს ვეთანხმები. შესაძლოა რაღაც არ ვიცით. მე მგონი ბაჰარი ადვოკატს უნდა შეხვდეს და ყველაფერი გაარღვიოს. თუ გაიქცევა უამრავი კითხვა დარჩება პასუხგაუცემელი. ხომ ასეა? ეს რა სისულელეა? მოგმართე რომ ჩემთვის მხარი დაგეჭირა. შენ კი რას აკეთებ? ფამუქანიმ დაფიქრდი. ეს ადამიანი საქმეზე ლაპარაკობს. ბაჰარ, სახლიდან გაქცევით რას მიაღწევ? ფიქრობ დემირმა მეორე შანსი დაიმსახურა? რა თქმა უნდა დაელაპარაკე ბაჰარ. დარწმუნებული ვარ დემირს ძალიან უყვარხარ. ჯერა რომ ასეა. კარგი. უკანასკნელად დაველაპარაკები. ყოჩა. ახლა წადი პირი დაიბანე. მერე შენი ნივთები ისევ დავკიდოთ. ელფინ, იმედია სიმართლე მითხარი. იმედია დემირიც არ გამიცრუებს იმედს, რადგან ეს გოგო უკვე საკმარისად დაიტანჯა. ბაჰარს ხელი მოვუმზადე, მაგრამ დამავიწყდა. გთხოვ მოიტანე. მე კი მის ნივთებს დავალაგებ. იქნებ ბაჰარმა შეჭამოს. კარგი. ხაზან გაინძერი? დიდხანს გელოდო? ლიმონათი ჯერ კიდევ არ მოგიტანია. აქ დაასკი და ესენს თებში მოუტანე. გოგო მშიერია. რას დალევ?
ლიმონათი არ მინდა, აირანს დავლევ. რა ხდებათ, ყოველად ხომ არ მოვედი? ყველა ისეთი დაძაბულია. საღამო გაგიბუჭეთ? პირიქით. მოხვედი და უფრო მხიარულად ვართ. ასე გაცილებით სახალისოა. ჰაზან, სალათა მოიტანე, თუ კიდევ დარჩა. წარმოგიდგენია ძმაო, როგორ გაბრაზდა. ასე ჩვენ გამომოიქცა? სისულელია, ყურადღებას ნუაქცევთ. ორსულადაა და ჰორმონები თავში ურტყამს. მოვითმინოთ, სანამ გააჩენს. თუ გინდა სადმე სხვაგან წავიდეთ და სიმშვიდე არ დავურღვიოთ. ჩემი სახელიდან სხვაგან რატომ უნდა წავიდე ძმაო? მოელხინეთ. დიდი ხანია ჩემთან მეგობრები არ მოსულან. მოდუნების უფლება ხომ მაქვს, არა? მიდით, მოილხინეთ. ღმერთო, რამდენი შეიძლება? გონულხანიმ გიპასუხეთ, მაგრამ ახლა ლაპარაკის დრო არ არის. მერე ვისაუბროთ. არა, ახლა დემირ. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, უნდა მოხვიდე და ბაჰარს დაელაპარაკო. მას მერე რაც აისუნხანიმ მოუთხრა საწყალი გოგო, ადგილს ვეღარ პოულობს. რა ხდება შერეფ? გონულხანიმი დემირს ელაპარაკება. ბაჰარს საშინლად მოვეკეცი გონულხანიმ. ძალიან წუხარ. აღარ მინდა მან მოსვლა და მისთვის ტკივილის მიყენება. დემირ, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი რამ მოხდა. შეიგნე რომ ვალდებული ხარ ბაჰარს დაელაპარაკო. იქნებ გულგატეხილ გოგოს ტკივილი ოდნავ მაინც გაუუყუჩო. თუ არ მოხვალ, ის ვერასდროს დაწყნარდება. ბაჰარი ძლივს შევაჩერებ. საკუთარი სახლიდან გაქცევას აპირებდა. დამიჯერე, სადაც არ უნდა წავიდეს. ტკივილსა და დარდს ვერ გაექცევა. ამიტომ ძალა მოიკრიბე. მოდი და ყველაფერი აუხსენი. მეგონე შევთანხმდით, რომ იმ გოგოს მოუვლიდი. დაწყნარდი აისუნ. სწორედ ის ხდება, რაც გჭირდება. შეხედე. რას ბოდა? ბაჰარს გაქცევა უნდოდა. რატომ უნდა მისცე დემირთან შეხვედრის და საუბრის საშუალება? ხელი რატომ არ შეუშალე? რატომ უნდა ჩავრეულიყავი? შეხედე, გონულხანიმ არც კი იცის როგორ გვეხმარება. თუ გეშინია, რომ ჩვენი ადვოკატი ბაჰარს დანახვისთანავე სიმართლეს ეტყვის. ნუ დარდობ, მათი საუბრის მერე ბაჰარის გულში არსებული იმედის ნაპერწ კალიც ჩაქრება. ყველაფერი საჩვენოდ ხდება. მართალი ხარ. კიდევ შეგიძლია ჩემი გაუცება შერეფ. მაშინ გაგაუცებ, როცა თვითონ მინდა აისუმ. დემირ, თქვი რამე. არ მგონია ჩემი მოსვლა სწორი იყოს მაშინ, როცა ჭრილობა სულ ახალია. არ მგონია. დემირ, უფლება მაქვს მოსვლა მოგთხოვო.
ჩემს უფრასთან იჯექი და ჩემს მოტანილ პურს ჭამდი. თუ არ მომისმენ, დაწყევლილი იქნები, ეს იცოდე. მოვითხოვ, რომ მოხვიდე დემირ. არ ამგონია ჩემმა სიტყვებმა რამე შეცვალოს გონულხანიმ, მაგრამ მოვალ, რადგან გინდათ. კარგი. ასე საჩქარობთ გონულხანიმ? მე მგონი სალაპარაკო გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ კეთილი განზრახვა გაქვთ. ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ თქვენი საქციელი არასწორია. იმ უსიამოვნო შეხვედრის მერე ბაჰარი ისედაც გაღიზიანებულია. მას დაძვრილებით ავხსენი, რაც ხდებოდა. დაფიქრდით, დემირისგან იგივე რომ გაიგოს, რა მოუვასაცოდავს. გასაგებია. დიდი ხანია ბავშვები აღარ ვართ და ყველაფერს ხვდებით. აი სულხანიმ. ჩემი აზრით ეს ამბავი შურისიების და ტყუილის გამო ხდება. ამიტომ აჯობებს, რომ დემირმა და ბაჰარმა ილაპარაკონ. პირისპირ. გითხრათ თქვენ საქციელს რა ქვია? უცხო ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის თავხედური მცდელობა. თქვენ ნაცვლად ხვირს არ ჩავყოფდი იმაში, რაც საერთოდ არ გეხებათ. ამ ამბავს მოვერიდებოდი. მე თვითონ მივხვდები, როდის სად უნდა ჩავერიო. გარდა ამისა, უცხო ადამიანების საქმეში არ ვერები. ისინი თვითონ გაერკვევიან. მათი პრობლემები მე არ მეხება. არ ვაპირებ თქვენი სასიყვარულო ამბების და საქციელის გარჩევას. ოღონდ განზე არ გავდგები, როცა საქმე ობოლ გოგოს ეხება, რომელიც გულმოკლულია.
უცნაური გარემოებების გამო. ხელს ვერ შემიშლი. განზე გადგები კი არა. საერთოდ გაქრები გონულ. თუ გზას გადამიღობავ, მოგიშორებ. ეს არ გამიჭირდება. მე გავაღებ. მადლობ მეგობარო, ყველაფერი შესანიშნავი იყო. დიდი ხანია ასე არ მომილხენია, არაჩვეულებრივი საღამო იყო. გმადლობ. გმადლობთ რომ მოხვედით. დავისვენე. ისევ გამოიარეთ, კარგი? ესე იგი დიდი ხნით არ გემშვიდობებით. დაგველოდე. დაგელოდებით. როგორ მომაპეზრე თავი. ახმოვანებულია ტელეკომპანია